გავაჩვენოთ როგორ ვინც უყურებთ ამ ვიდეოს, ესე იგი გაინტერესებთ ჩვენი კონტენტი. ამიტომაც რომ გავაგრძელოთ უკეთესი ვიდეოების შემოთავაზება, თქვენთვის ამის საჭიროა დალაიქოთ ვიდეო და კომენტარით თქვენი და გამოიწეროთ სახე. მოგეთ მეგობრებო, დღევანდელი ჩვენი თემა შეეხება ინტერნეტს, ინტერნეტის ფასებს საქართველოში და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და ზოგადად რა ინტერნეტის ხარისხზე გვინდა რომ დღევანდელი საუბარი წავმართოთ მე და ძალიან ბევრი რამეზეა დამოკიდებული რა. ერთი კაბელის გამტარუნარიანობა, გარემო, სერვერები, გადამყვანები, რავი, ძალიან ბევრი რამეზე არის ზოგადად რა და რაც ყველაზე მთავარია მე სერვისი. უკვე კომპანია, რასაც უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენამდე მოიტანოს ეს ხარისხიანი ინტერნეტი რა. ანუ თვითონ საფრთხეც ვიღარ უზრუნველყოფს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა რამე არის, თვითონეთი პრობლემაც რეალურად რა და ეხლა ამას მე კიდე მომხმარებლის პრობლემები რომ ემატება, საბოლოო ჯამში ქაოსი იქნება და იმიტომ არის ზუსტად რომ ვეღარ ვიკეთებ ხარისხიან ინტერნეტს რა. მაგრამ თავარი კომპანიებიც რო ავიღოთ, აი პირველადი წყაროები რომელიც არის რა, ეგენიც ვერ გვაძლევენ იმას, რაც გვჭირდება, იმიტომ რომ ერთი კომპანია არის, რომელიც მაგალითად ევროპულ სერვერებზე მუშაობს კარგად, მეორე კომპანია არის, რომელიც რუსულ სერვერებზე მუშაობს კარგად და თუ თამაშობ და ჭირდება რუსული სერვერების სიტყვაზე ერთი კომპანია უნდა ყავდეს, თუ ევროპულ სერვერებზე თამაშობ მეორე კომპანია უნდა ყავდეს, თუ ისე არის რომ ორივე სერვერი გჭირდება, მაშინ ორი ინტერნეტი უნდა გქონდეს სახში და აი ძალიან საშინელებაა მართლა რა. ხო, და კიდე აი ძალიან დიდი პრობლემაა ხოლმე როცა რაიმე ხარვაზე ინტერნეტს და როცა ვიძახებთ სპეციალურ ჯგუფს ხოლმე მოდიან და ყოველთვის უმეტესად უმეტეს კომპანია ტესტავს ინტერნეტს ხოლმე ქართულ სერვერებზე. ხო, ქართულ სერვერებზე როცა ინტერნეტს ტესტავენ ეგეონებიან 1-2 პინგი გაქვს, ანუ რეალურად ქართულ სერვერებზე არც ერთი საიტი და არც ერთი აპლიკაციაც თამაში არ არის. აქედან გამომდინარე 1-2 პინგი არ გაქვს, ეს უბრალოდ არის რაღაც მანიპულაცია, ასე ვთქვათ და მარკეტინგული ხარიკი. რაც შეეხება ზოგადად აი გეიმერებს და ვისაც უნდა რომ კარგი პინგი თამაშოს და ასე შემდეგ. იმის მიუხედავად რომ გვაქვს საშუალება ვიჩეთ მაგალითად ევროპული ან აზიური სერვერი ან რუსული სერვერი უფრო აი პინგის იმდენად არასტაბილურად მოეწოდება ეს სიჩქარე და ეს ხარვეზები იმდენად ხშირია, რომ ფიზიკურად შეუძლებელია საქართველოსთან ითამაშო პროფესიონალ დონეზე. და ძალიან ბევრი კიბერსპორტსმენი ყავს საქართველოში, ლორი, ანუ PUBG მithumetes, რომელიც ძალიან მაგარი დიდი წარმატებები დადეს ჩვენ მოგჭება და პრობლემაც ასევე. და აი ძალიან დიდი ხელისშემშელი ფაქტორია ის, რომ ნორმალური ინტერნეტი არ გვაქვს, როცა ყავს ამდენი, როგორ ვთქვა, ადამიანი, რომელსაც რეალურად შეუძლია დიდი წარმატება დადოს და ჩვენი ქვეყნის სახელით რა თქმა უნდა. კი, ნამდვილად ეგრეა რა, რეალურად იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ფაქტორზე არის ეს ყველაფერი დამოკიდებული. მithumetes რომ საქართველოში ბევრი ადამიანი არის უკვე დაინტერესებული ამ თამაშების მიმართულებით და არა მარტო თამაშების მიმართულებით. კონტენტ კრეატორი ძალიან ბევრია, რომელიც ქმნის რაღაც თავის კონტენტს, იღებს ვიდეოებს, მე ყველაფერს ამუშავებს და დღეებიც ჭირდება ხოლმე ზოგჯერ, როდესაც ძალიან დიდ ვიდეოზე არის საუბარი, რომ სრულყოფილად აიტვირთოს შესაბამის პლატფორმებზე რა, იმიტომ რომ არ მოგეწოდება ის ხარისხან ზოგ შემთხვევაში აპლოდია დაბალი, ზოგ შემთხვევაში დაუნლოდია დაბალი და გაწამებულები ვართ ყველანაირად რა. აი ჩვენც ახლა როცა ვამუშავებთ ხოლმე რაღაც ვიდეოებს, ძალიან დიდი ხანი გჭირდება ხოლმე რომ მე ეს დამუშავებული ვიდეო ავტვირთოთ შესაბამის საიტზე, მაგალითად YouTube-ზე ახლა სადაც ჩვენ გვიყურებთ და ჩვენ ვიყენებთ კიდე სხვადასხვა პლატფორმებს, მაგალითად TikTok-ს ვიყენებთ მე პირადად, სადაც მე ვჭრით ხოლმე ზოგჯერ ჩვენი ვიდეოებს დავდებ და პლუს ჩემს პირად Facebook-ს და სხვა რაღაცებს რა. აი Facebook-ის შემთხვევაში საერთოდ კატასტროფა არის, როცა გინდა რომ რაღაც დიდი ვიდეო დადო. მე მიცდია და რამდენიმე დღეც კი მონდომებია რეალურად რა. აი ისე არის რომ დაიწყებს ატვირთვას, თან Facebook-ის შემთხვევაში პროცენტობას არ გაჩვენებს რამდენი პროცენტი. და მაქედან გამომდინარე ვერც იგებ რამდენი ხანდა ჭირდება, ვერც თიშა, ვერც აძინება კომპიუტერს.
სხვა რაღაცაზეც რო გადახვიდე შანსია რომ გაითიშოს, იმიტომ რომ არასტაბილური ინტერნეტის გამო შეიძლება ამას შეუწყდეს მიწოდება საერთოდ. და ეს ყველაფერი ძალიან კატასტროფა არის რა, თან ამასთან ერთად პლუს გაბერილი ფასებიც ემატება. მაგალითად ეხლა ჩვენ შემთხვევაში 100 მეგაბიტი ინტერნეტის ფასი 180 ლარი რო არის, სულ ძალიან შორს რო არ წავიდეთ, აგერ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სომხეთში ამ ინტერნეტის ფასი მაქსიმუმ შემოიფარგლება ალბათ 60 ლარით და თან მათ ინტერნეტის სიჩქარე ბევრად კარგი აქვს და ხარისხიც უკეთესია. მაგრამ აქ რეალურად ყურადღება შეიძლება არ გაგვიმახვილებინა იმ რაღაც გარკვეულ თანხაზე. მეორე ფაქტორი რო არ იყოს. ისინი ინტერნეტს ჩვენგან იღებენ. კაბელი გადის ჩვენგან მათთან რა, ეს დიდი ევროპული კაბელი რო შემოდის ინტერნეტის ჩვენი გავლით მიდის სომხეთში და სომხეთს უკეთესი ინტერნეტი აქვს ვიდრე ჩვენ. საერთო ჯამში როა იყო ყველაზე იაფი ინტერნეტი აგერ რუსეთშია რა და ამ რა გინდა რომ გააკეთო რა, ვერაფერს ვერ აკეთებ უბრალოდ რა, არ გაქვს არც ხარისხიანი ინტერნეტი, არც სიჩქარე, არც ფასი ამისაღები, არც მომსახურება გაქვს შესაბამისი, თან პარალელურად რაღაცებს პერიოდულად გატყუებენ. აი მაგ მხრიდან ნამდვილად კატასტროფა არის და მე უფრო მეტად მიკვირს ის რა, რომ არც არა მინორიკებს ამაზე ხმას რა, აი ამ მიმართულებით ტელევიზიები თითქმის საერთოდ დაჩუმებულები არიან რა. ამდენი ძლიერი ტელევიზია ასე ვთქვათ რა. მესმის რა ქვეყანაში სხვა ბევრი პრობლემაც არის, მაგრამ ესეც პრობლემა არის, თან მასიური პრობლემა, მუდმივად იქნება ეს პრობლემა. ის ტელევიზორს უყურებენ ხო გინდა? ტელევიზორს უყურებენ, ტელევიზიები გამოსვლები არიან YouTube-ზე და Facebook-ზე და დაჟე. ნამდვილად ხო, აი მე ვოდეთი. ძალიან დიდი ხანი ტელევიზორი არ ჩამეთია და ყველას გიჩა ტელევიზორი არ ჩამეთოთ ემოციურად დამშვიდებით. არ ნახავთ ამან ის უკლა, ამან იმას ის. პლუს ძალიან ბევრი манипуляციებია ტელევიზიებში და რავი, ყველაზე ჯანსაღია ხოლმე პირადად მოიძიოთ ინფორმაცია, ან ზოგადად გამოიძიოთ ისეთი პეიჯები, ან ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც უფრო უფრო რეალურად ინფორმაციას გადმოსცემენ და ალბათ აქვე ვიტყოდი რა, ანუ თლად ისეთიც არა, რომ თლად სიმშვიდეა და ყვავის ეკონომიკა და აი მაგარ ქვეყანაში ცხოვრობთ, არ არის ეგრე რა, მაგარ ქვეყანაში ცხოვრობთ, ანუ ძალიან კარგი შესაძლებლობების ხო რა, აი მაგის მომენტოდა რა აუთვისება. ნამდვილად, აი უამრავი ფაქტორი არის, რითიც შეიძლება რომ ჩვენ გვქონდეს ხარისხიანი ინტერნეტიც, ხარისხიანი დინიც, ხარისხიანი დასვენების საშუალებაც, ხარისხიანი სამსახურებიც, რავი, ზოგადად ხარისხიანი ყველაფერი ასე. რეალურად თუნდაც ჩვენ ეს ინტერნეტი ჩავჭრათ და ხარკი გოთხოთ. შანსი არის კი, უბრალოდ მანდ მეორე ამბავი არის რა. ჩვენს როჯერში. სხვა ბევრი რამე შეუძლიათ რომ ჩაგვიჭრან, აი ადგებიან, დაგვიკეტავენ, სარფს დაგვიკეტავენ პირდაპირ და ვეღარ მივიღებთ იმ იაფიან კველის ფასტებს, იაფიან საჭმელებს და იაფიან სხვა ბევრი კიდე სხვა რაღაცებს, საიდანაც დიდი წყარო რეალურად თურქეთია რა, საიდან შემოდის ეს ყველაფერი და აი რა ხან ეხა ჩვენ ზოგადად სოციალურ თემებზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენი არხის აზრი ეგ არის, რომ არა მარტო ანუ აი იმ მიმართულება, ზოგადად სოციალურ თემებსაც მოვიცავთ და არ მინდა რომ ანუ ასე ვთქვათ პოლიტიკური სახე მიეცეს ამას რა, ანუ ჩვენ არ ვართ პოლიტიკური გადაცემა, არც პოლიტიკური პოდკასტი და არც პოლიტიკური არ ვართ არაფერი რა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ძირითადი წილი შემოდის ყველაფერი თურქეთიდან, აი მაღაზიაში მიდიხარ და ანუ მიუხედავად იმისა რომ ამდენი მიწა ჩვენთან გვაქვს შემოტანილი კარტოფი, შემოტანილი კიტრი, შემოტანილი ყველაფერი ვაფშე რა და აი ძალიან ცუდია რა ეს ჩემი აზრით რა, პლუს ყველაფერს თავი დავანებოთ
აი აქვე რო ჩავედიოთ ამ ყველაფერში. დენიც კი არ გვაქვს რეგიონებში იმდენად ხარისხიანი და ისეთი ფასის. ეს რომელსაც ჩვენ გამოვიმუშავებთ და ყიდით. და ყიდულობთ. აი ეგრე მთელი ამბავი რა, რომ ჩვენ დენს გამოვიმუშავებთ. ანუ უზარმაზარი ჰესები გვაქვს. ყიდით და მე ამას უკან ყიდულობთ. და ანუ რა საერთოდ რასია საუბარი რა, როცა ჩვენი უნდა გქონდეს ყველაფერს ხვის გამივიდეთ რა. და აქედან გამომდინარე არის მე რომ სხვა ბევრ რაღაცებზე არის დამოკიდებული რა. არ მუშაობენ შესაბამისი ადამიანები შესაბამის ხარისხში, ასე ვთქვათ რა. იმიტომ რომ რომელიღაცა კომპანიაში ადამიანი იღებს მინიმალურ ანაზღაურებას და იმას არ აქვს განწყობა რომ ადგეს და ის საქმე ისე ფულიანად გააკეთოს როგორც საჭიროა რა. იმიტომაც არის, ახლა მე არ ვიცი ზუსტად ვერ ვიტყვი უბრალოდ რა ციფრებს მაგალითად ან ინტერნეტ პროვაიდერ კომპანიებში კონკრეტულ პოზიციებზე რა ანაზღაურებას იღებენ ადამიანები. მაგრამ 99% დარწმუნებული ვარ რომ არ არის შესაბამისი იმის რაც ჭირდება ადამიანს რა. იმიტომ რომ როცა რეკავ რამდენიმე კომპანიაში და იგონები რომ აი იცი ჩემთან ინტერნეტი არ მოეწოდება ეს ხარისხი რა. აი პირდაპირ თავიდან იცი რაუტერი რო გადაწყვეტოთ. რამდენჯერ გადაგიწვეთი რა რაუტერი? მოდი ესე ვიტყვი. სანამ ამ ყველაფერში გაერკვევდი, რამდენჯერ გადაგიწვეთი რა რაუტერი? ინტეჯერ იქნება გადაწყვეტილი რომ მე შეიძლება შეცვალე კიდეც ხო? შეიძლება. სანამ ვიტყვი რომ მაგას არ არის რა, თავი ის ჩიპი რაც ცხელდება და ხო, აი ძალიან ბევრი რაღაცა არის რა. ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის კიდე აი ისე ჩვენს თემასთან დაუბრუნდეთ გაყვანილობა რა. აი კაბელების სამბავი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი რა. იმიტომ რომ ახლა არის ახალი აშენებული კორპუსები, სადაც იყენებენ ახალი თაობის ოპტიკურ კაბელს. არის ბევრჯერ რო გინახიათ ინტერნეტში ძველ კაბელში რო წითელი შუქი გადის, ეგ არის ახალი თაობის კაბელი. და ძველი თაობის კაბელი, რაც ძველ კორპუსებში ყველა სახში არის, აი ეგ არის ძველი თაობის კაბელი ოპტიკურ ბოჭკოვანი რა. და შიგნით უნდა ქონდეს ფოლ გადახვეული სპეციალური, რომელიც მერე გარე დენის ანუ ზეწოლას აკავებს ასე რომ რა. ხო და იქიდან გამომდინარე რომ ეს კაბელი ხარისხიანი არ არის და პლუს დენის კაბელებთან ერთად არის გაყვანილი. იმიტომ არის რომ არ გეხარისხიანი ინტერნეტი და თვითონ თვითონ დავიხადოთ ეს გაძვირებული გადასახადები არ ინტერნეტში რა. და ძალიან წეს ხაი გამოვი რომ ხმას არ ვინარებს ამაზე რა. ხო, ისე ინფორმაცია ხო არ გაქვს აი ზოგადად მე რომ გვიან შევიჩენ ზოგადად აი ისე მოხდა სახში არ ვიყავი როცა ისინი დააყენეს აი თავები რო დააყენეს რა ინტერნეტის ბოლოებზე და თავიანთი რაუტერები რო დააყენეს ხოლმე. ხო, აი იქ რატო გააკეთეს გაქვს ინფორმაცია რა. ერთი ვიცი რომ ანუ ძალიან ბევრი ჰაკავდა სიჩქარეებს ინტერნეტის და ეგ იყო ერთ-ერთი შეიძლება ანუ ზუსტად არ ვიცი მე ვფიქრობ რომ შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყო ეგ თუმცა ნუ აი ვერ ვიგებ საბოლოოდ რა გადაწყვეტილად ეგის. იმიტომ რომ ძალიან უხერხებელია, იმიტომ რომ მე იმ რაუტერს ვარ სპეციალურად და იმ ანუ ძალიან ბევრი გადაგმა და მაინც იკარგება რა. ხო, ეგ არის ორი ფაქტორის გამო რა. თვითონ რასაც ყველანები არ ყოველ შემთხვევაში რა. ერთი ფაქტორი არის ის რომ როდესაც შენ გაქვს ინტერნეტის პრობლემა რომ რეკავ შეწუხდნენ რა ცუდი ინტერნეტი გაქვს და რას მირეკავ თავი მიგოდია. აი ეგრე არის რა. ერთი ფაქტორი არის ეგ რომ შეწუხდნენ დააყენეს თავიანთი რაუტერები და როცა შენ ეუბნები რომ აი ინტერნეტი მომეწოდება ცუდი, ის გეუბნები რომ აი ჩვენ რაუტერამდე ძალიან კარგად მომეწოდება ინტერნეტი და აი მე თქვენ რაუტერში უკვე რა ხდება არ ვიცი. არა, ერთი ფაქტორია რაუტერზე არ მაქვს საუბარი აი თვითონ რკინის მეტალზე. რაც ყველაზე დიდი პრობლემა გახდა, იმიტომ რომ ხო, აი ეს რაუტერს ვერ აერთებ და მეორე ძალიან ცხელდება და იქ აკარგუნებს სიჩქარეს ძალიან რა. მანამდე თუ იყო რომ რაღაცა შეიძლება ამინდის რაღაც ცვალებადზე გამოყოფილიყო ხარვაზე ეხა აი ორ სამთვეში ერთხელ ჩვენ თუ სისტემატიკურად ძლიერად მოიხმარებთ ინტერნეტს ძალიან ხდება რა.
და მე არის კატასტროფა. ეგ არის ზუსტად მაგისთვის რა, რომ ეს ზედმეტი ზეწოლები შეაკავოს. მაგრამ მაგაშიც რეალურად არ არის ფაქტორები გათვლილი რა, მაგაშიც ფულია დაზოგიები. ეგ არის ამბავი. არ არის ხარისხიანი პროდუქტი შეძენილი, რაც საჭირო იყო. და შესაბამისად არის რომ ხვდება მე. ანუ ეგ ხო ეგრე არ უნდა იყოს კი მესმის რომ იმ კაბელს არ თავში გამთარიანობა და დენიკადის შიგნით პლუს და წარმოიქმნება შიგნით რაღაც პროცესები, მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას რომ უნდა გათვლის და გაწყვეტეს და გადაყვდეს და მე ინტერნეტი შეგინოს. ვერ გვარდება ეგ პრობლემები რა ძალიან ბევრი ფაქტორის გამო, იმიტომ რომ არ იხარჯება კომპანიების შესაბამისად რა. და მეორე მომენტი არის ის რომ სახელმწიფოც არ უსუნდებს მაგას რომ შეიძლება მოვიდეს ეს ყველაფერი სრულყოფილად. იმიტომ რომ აი ახლა ბოლო პერიოდში თუ ადამიანები თვალყურს არის 5G ინტერნეტი როცა ინერგიებოდა მაშინ. სულ რამდენიმე კომპანია იყო რომელიც ამ ყველაფერში იღებდა მონაწილეობას რა, ეგრეთ წოდებულ აუქციონებში. სადაც გაკიდეს მე შესაბამისი სიხშირეები სახელმწიფომ და ამ კომპანიებმა შეიძინეს და მაგის ხარჯზე გვაწვდიან ახლა რაღაც კონკრეტულ ინტერნეტის სიჩქარეს და ეს ყველაფერი იყო აი ესე რა, რომ გაკიდეს შესაბამისი სიხშირე სახელმწიფომ, შენ მოგცა ამაზე წვდომა როგორც კომპანიას, მაგრამ შენ იმდენი დაგიჯინა ეს აუქციონი რა, რომ მე ვეღარ იყიდე შესაბამისად ხარისხიანი სერვერები მაგალითად, შესაბამისი ანტენები, შესაბამისი ანძები და ასე შემდეგ. და არის დღემდე რამდენიმე პროვაიდერი არის, რომელსაც უწევია რომ არის 5G. მაგრამ ინტერნეტი მოგეწოდება როგორც 4G ისე. ანუ ძალიან დიდად განსხვავებული სიჩქარე არის რა, შეიძლება 50-60 მეგაბიტის სხვაობა მოხდეს რა. აი რა. ეხლა მე გამომივა ალბათ რეკლამას აქვს, მაგრამ ეს რეალურად არ არის რეკლამა რა, ამ წუთას რამდენიმე პროვაიდერი მაქვს დატესტილი რა, მე თვითონ პირადად. ერთადერთი რომელიც სრულყოფილად ხარისხიან ინტერნეტს გაძლევს, როგორც გულისხმობს ახლის პირობებში. გულისხმობს 5G ტექნოლოგიას კონკრეტულად რაც მოდის ტელეფონებში რა, ეს არის მაგთი. და მეთქვი რატო რა, სექნეთის შემთხვევაში მაგალითად რო ავიღოთ რა, რომ გაწვდის ინტერნეტს, კონკრეტული ტარიფი აქვს, რომელიც ძვირია და ძვირია რატო? მაგალითად მაგთი გაძლევს 7 დღე ულიმიტო ინტერნეტს მობილურს 5G-ს. იმ შემთხვევაში ყიდულობ 5 დღე ულიმიტო ინტერნეტს იგივე ფასად. აი ეგ არის ამბავი რა. და ერთი რო დროში შეზღუდული ხარ და სიჩქარეები ზუსტად გვერდ-გვერდ რო შევადარე არ არის იგივე რა. ნუ მე რაც შევადარე ყოველ შემთხვევაში რა. ეხლა იქ თვითონ კომპანიებმა რო შეადარო, აი ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მაგალითად თვითონ რო შეადარო, დარწმუნებული ვარ რომ რომაინდომან მიიღებენ იგივე სიჩქარეს რაც ჭირდებათ. იმიტომ რომ თვითონ სიხშირეები არის მათ ხელში რა. და რასაც უნდათ იმას დაწერეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანთან შეთანხმებით მიიღებენ ზუსტად იმ სიჩქარეს და გაჩვენებენ რამდენიც თვითონ ჭირდებათ. მაგრამ ეგ ხო არ არის რეალობა. ეგ არის ძალიან ბევრ რაღაცაზე რა დამოკიდებული, რომ მაგალითად რომელ რეგიონში ხარ, თბილისში ხარ, ბათუმში, ხაშურში, თუ სადმე სხვაგან რა არ აქვს მნიშვნელობა. და მაგალითად თბილისში თუ ხარ, გდანში ხარ, ვაკეში თუ ვაკეთში. აი ძალიან ბევრი მნიშვნელობა აქვს მაგას რა, იმიტომ რომ ადგილებში სადაც მაგალითად ზუსტად არ ვიცი ახლა, მაგრამ მე ჩემი პირადი ეჭვია რა, რომ ადგილებში სადაც თვითონ ასე რომ ვთქვათ, უფროსი ადამიანები ცხოვრობენ, ვისაც ეხება ეს ყველაფერი რა, ვისი აქვს მოწყობილი რომ თვითონ არ წუხდებიან რა. ანუ არაა პრობლემა რა, დიდი ამბავი ხარ. მე მომეწოდება ზოგადად მეგაბიტი ინტერნეტი და შენ ახლა ასე მომეწოდება იყოფინე რა გიქნა. კიდე პლუს დაგვირებული რა, როცა იმენა რაღაც ინტერნეტი არ მოეწოდება რაღაცა, აი ზუსტად დარეკოს. აბა ეხლა შემოწმენ და ერთიან დროა გამოუშვებენ და როგორ არ მოგეწოდება. ხო იმ მომენტში და ადრესორმის და ნოტებს კომპიუტერი. და იმდენი მორბის და ეგრევე. იგი ავაწითელს. და 2 მილიარდი კიდე დაურეკეთ უთხარეთ ინტერნეტი ჭედავს და 2 მილიარდი კიდე რა დაკიდეთ და სწორად. აი ძალიან ცუდი ფაქტორია. თან წარმოიდგინე სახლის ინტერნეტზე
იაფი გიждდება მობილური ინტერნეტი. და თუ ხარისხიანი. თუ გაქვს ნოუთბუქი, ადექი დაიზია რეძმავის ინტერნეტი და всё ეგ არის და ერთი ფაქტორია რომ აი 5G კარად დახურებს მაგრამ ხო აი ტელეფონს მაგალითად ძალიან მალე აიეს თვითონ ტექნოლოგია იმდენად ძლიერია რომ იყენებს იმ რესურსს რა რეალურად და სხვანაირად ვერ იმუშავებს ახლა თუ გინდა რომ გქონდეს უსწრაფესი ინტერნეტი რაღაც ნაწილი რაღაც უნდა დათმო რა ეხა ეგრეა ცხოვრების ცხოვრებია რაღაც გინდა რაღაც უნდა სხვანაირად მაგრამ არის გამან რაღაც ისეთი დეტალები რომ აი მაგალითად შეგიძლია წახვიდე და შეიძინო 5G რაუტერი პატარა ელემენტიანი ვერსია მაგალითად რომელსაც გამოიყენებს 3 საათი იდეალურად და მე თუ რაღაცა ფორბანკს მიერთებ და კიდე გიქნება რავი 1 საათი ალბათ ან უბრალოდ სახში დაგდავ 5G რაუტერს ჩაოლებს რომელიც ტენში ან ჩადებს შეგნით SIM-ს ლიმიტო ერთ თვიანი ინტერნეტს რომელიც ასევე კაპიკები დაგიჯდება და გექნება უმკერესი ინტერნეტი რა მეორე ამბავი არის რა აი ხლა გამახსენდა რომ თუ ხარ დაკვირვებული რა როცა ულიმიტო ინტერნეტის პაკეტს ყიდულობ აკორდები რომ იქ აქცია აწერია არ დაკვირვებული ხო აი მე ხა გამახსენდა რომ როცა მაგალითად ყიდულობ ერთ კვირიან ულიმიტო ინტერნეტს იქ აწერია რომ ეს არის აქცია ანუ ეგ ნიშნავს იმას ჩემს აზრით რა რომ ერთ დღეს შეიძლება ეს აქცია დამთავრდეს და გითხრა რომ აგერს მომები ხო გაძლევთ 2 წელი აგერ გაძლევთ ინტერნეტი იაფად რა 9 წელში ყიდულობდი უმაგრეს ინტერნეტს ახლა აღარ არის ეს აქცია და გადადის ახლის ინტერნეტზე და რაც გქის იმყოფინე რა ამბუქით მეგაბაიტებს და ევროპაში ეგრე არ არის მიდიხარ და ყველგან მეგაბაიტებს ხდება ისე შენ ხშირად გიწევს ხოლმე სიარული ასე რომ ვთქვა და სადმე ევროპაში გახსენდება ულიმიტო ინტერნეტს რო ყიდულობდა ესე მე რაც ვიცი თითქოს ყველა მოგზაურისთვის ეგაა პრობლემა იმიტომ რომ ეხი ძალიან ფულს ყიდულობ 5 გიგაბაიტს რაც 5 გიგაბაიტს ყიდულობ მაგრამ 2 გიგაბაიტს გამოიყენებ და მე უკვე 1 ჯიზე ჩამოდის და აი ცოტა თემა აი პანიანო გეში რო ბრაუზერს გას აქტივაიცი დობე რა ხო აი და ვიტყოდეს ეს სიმბი ბიჭო ხო აი SM-ის სტრუქტურაზე შეგვიძლია რა ერთი ისე თქვა როგორ მუშაობს თვითონ SM-ი რა ელექტრონული სიმის აზრი არ არის მარტო ისაც ჩვენ პრობლემებია ხოლმე რა ყოველ შემთხვევაში საქართველოში პრობლემებია რა უბრალოდ მეორე სიმის ჩადების საშუალებას აგაზრდოს ეგ არ არის რა ანუ მეორე სიმის ჩადების საშუალებას კი აგაზრდოს ელექტრონული სიმის აზრი ანუ თავიდან აზრი არის რომ მოგცეს უფრო ხარისხიანი კავშირი რა იმის ხარჯზე რომ არ იყენებს სიმბარათის ანტენას ანუ იყენებს თვითონ მობილურის ანტენას და მაქედან გამომდინარე უნდა მოგცეს უფრო ხარისხიანი კავშირი მაგრამ შეთან ამუშავებს შეთან ეგეც არ მუშაობს ეგრე რეგიონში სოციალიზმი ანუ იმედა აზრი არ აქვს რა მაგ მხრივ რა უნდა გააკეთო აქ ანუ ვერც წარმომიდგენია რა იმიტომ რომ ბევრ ფაქტორზე არის ეგეც ასე ვთქვა დამოკიდებული ბევრი სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა ბრენდის სერვერს იყენებს და პლუს სხვადასხვა ბრენდის ანძებს იყენებს რა ბოლოს მე რაც ვნახე ზუსტად არ ვიცი რომელი კომპანია მონტაჟებდა მაგრამ Huawei-ის წარმოებული ანტენები დააკენეს რომელიც სოფლიოში ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ. Ну, საუკეთესო ხუთეულშია ყოველ შემთხვევაში რა. და მაიქიდან გამომდინარე რომ ჩვენთან ასე ვთქვა აკრძალულია Huawei-ის პროდუქტების სრულყოფილად გამოყენება ტრამპის შეზღუდვების მერე რა. ტრამპმა ხო შეზღუდა Huawei-ისთვის მაგალითად Play Store-ი და შეზღუდა კიდე სხვა ბევრი რაღაცა რა. და ჩვენთანაც შეგვეხო ჩვენს, იმიტომ რომ ჩვენთან პროდუქტები რაც შემოდის ევროპულ სერვერების გავლით შემოდის ძირითადად რა. ანუ იყენებენ ძირითადად იმას, იმიტომ რომ მან შავს ბევრი სხვადასხვა რაღაცა რა.
დაფინანსებს მაგალითად ევროპიდან მიყიდით ყოველ შემთხვევაში და ის ახლა გეუბნება რომ ევროპა რა გაძლევს რაღაც კონკრეტულ პროდუქტს რომ ეს უნდა გამოიყენო ეს უნდა იყიდო და გამოიყენო ეს პროდუქტი იმიტომ რომ შენ მიიღო ხარისხიანი და ჩვენ ამაში ფულს იმიტოვებთ რომ ხარისხიანი იყოს კონკრეტული პროდუქტების ბრენდებსაც გეუბნება რომ აი ესენი უნდა იყიდო კონკრეტულად რა და შენ თუ მიდიხარ და ვერ ყიდულობ რაღაცა არ ვიცი ახლა კონკრეტულად ეს რამე ცუდი ბრენდი მინდოდა გახსენებოდა მაგრამ ნუ დავფიქრდი ანუ ეგეთი იყოს ხო არ ვიცი როგორ არის არ არის ეგრე რა რაღაც ბრენდი თუ რაღაც კონკრეტული მიმართულებით ცუდია ყოველთვის აქვს მეორე მხარეც რა ძირითადი რაც ანუ ეხლა მაგალითად ეხლა ისე ვიტყვი რა ანუ ისე რეკლამა არ იქნება მაგრამ მოდი ესე ვიტყვი რა აი სიგმაზე რა გახსენდება სიგმა ბოი აი წარმოებელი კომპანია არის პროდუქტების მაგალითად ერთ-ერთი არის ტელეფონები და როგორი ტიპის ტელეფონები გახსენდება მაგალითად რა აი სიოფერნი ხო ანგელაკებიანი ტელეფონები გახსენდება მაგრამ რეალურად ანუ ეგ არ არის მაგათი მთავარი პროდუქტი რა თვითონ ბრენდი აწარმოებს უფრო მაგალითად გარე გამოყენების ფოვერბანკებს გარე გამოყენებაში გულისხმობ დღეში მიდიხარ სადღაც და მიგათ ეს კონკრეტული ანუ დიდი უზარმაზარი ფოვერბანკი რომელზეც ნატურას და ყველაფერს თავ რა მეორე არის კამერებისთვის ლინზებს აწარმოებს რომელშიც ბიუჯეტში ერთ-ერთი საუკეთესოა რა მაგრამ შენ გეუბნებიან რომ აი სიგმას მოდი აი წამოდი სიგმას ბრენდის კამერის ლინზა ვიყიდოთ შენ ეგრევე ის ფანგიანი ტელეფონი გახსენდება რომელიც ოდესღაც იყიდე და ბლოკის მოხსნის ფუნქციაც კი არა აქვს რა როუთი შავ ფუნქციას მაინც ბლოკება და შენ აღარ გინდა აღარ გწონს ასოციაცია გექმნება რომ სხვა პროდუქტებიც ისეთივე იქნება როგორიც ეს იყო და რეალურად ეგრე არის რა უბრალოდ რაღაცა პროდუქტს მარტივად რო ვთქვათ მე იმდენი ხანი უკვე ამ სფეროში ვიცი რა ანუ 30-დან აქვს სიგმას ტელეფონი და ანუ ეჯერი გამოყენებს რას მოითხო ანუ 30 ლარი იდელები რას მოითხო ფანერია გრეკალ და SMS მოგდეს მე თიქაკინდა მაგაზე შეგეგენი ფანერსაც ვერიკები 30 ლარი ნორმალურსა ეს რეკავს კიდეც თან რა ხო და ეგრე ანუ ცუდი ბრენდებიც ზოგადად ეგრე არ არის რა შესაბამისად არის რა როცა ინტერნეტს ვერ გვაწვდი ვერ გვარეკინებ ნორმალურად ტექნოლოგიები გაქვს რომელიც პრიორიტეტი უნდა იყოს მაგრამ არ მუშაობს აი მაშინ ხარ ცუდი რა აი ეგრე გეტყვით პირდაპირ რა აი ეგეთები ხარ ცუდები რა ანუ ინტერნეტი არ გივარგა ფიჩური კავშირი არ გივარგა ტექნოლოგიები გაქვს რომელიც უნდა მუშაობდეს მაგრამ ხარვეზებით მუშაობს არ ვითხოვდი ახლა კონკრეტულად მაგრამ უწყვეტი საუბრის კავშირის ფუნქცია რო გაქვს რომ მაგალი ხარისხის HD გამტარობა უნდა მოხდეს არ გივარგა ორზე მიდე ხო ეს ვის ეძახი ვიღაცა და რაღაც ურეკო დაუძახი რა ძალიან ხშირად ახome ლაპარაკით დროს ან შხიალი ხოლმე ან რა იგივე რაღაცები გადაცემებში ძალიან ბევრი ხარვეზია ხოლმე დაგურებულება ეგ არის კიდე ერთი ფაქტორის გამო რომელიც ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს არ უნდა ვიძახდეთ წესით მაგრამ წავეცდა ერთხელ ჩემთან საუბარში და მითხრა რომ არ გვაქვს საკმარისი ანტენები ქალაქში განლაგებული და მაგიტუარიო ერთი ანტენა რითი შემოვიდა მეორეზე რომ გადადიხარო ანუ ანტენები აი ესეა დალაგებული რა შუაში კიდე ერთი უნდა იყოს მაგრამ არ არის და აქედან რომ წამოხედა გაცხადა და ახალზე რომ გადახვედი ეგრევე აი ეგ იყო ყვევი აი მოძრაობის რო საუბარი რომ გაგიწყდა აი ეგ ან ოთახს ჩვენ ქართველებს ზოგადად გვყვარს ლაპარაკის დროს დავდივართ ალბათ უცხოელებსაც უყვართ მაგრამ მე არ შემოჩნდება ანუ ქართველები დავდივართ რომ ლაპარაკობთ აი რომ დავდივართ ხოლმე თუ ისეთ ოთახში აღმოჩნდით რომ გარშემო 4-იანზაა თავისდება რომ თარო დადიხარ რა კი არა და ვაფშე თარო საქმეს აკეთებ რა იმ მომენტზე რამის ხრით და რომში რო ჩავა მაგალითად ხო მაგაზე ბევრი ვიდეოები ლაპარაკის დროს კაცმა კედელი და ხო აი და
თქვენ რას ფიქრობთ საერთოდ რა დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ რომ მოგწონთ ინტერნეტის ხარისხი და რაც ყველაზე მთავარია რა გამოიწერეთ არხი და დაალაიქეთ ვიდეო დაგვიწერეთ ზოგადად რას ფიქრობთ ამ თემატიკაზე თქვენ რა მოსაზრებები გაქვთ და ნახვამდის